დღეს არის გავრილოვის ღამის მე-7 წლისთავი 20 ივნისი. ვისაც არ გახსოვთ, მოკლედ გეტყვით, რომ რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, თან როგორი ისე არის სასაცილოა ერთგვარ და ცინიკური, რომ კომუნისტი დეპუტატი იყო მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელი და ეს გავრილოვი ჩამოვიდა აქ ოფიციალური ვიზიტით თბილისში და იჯდა პარლამენტში სპიკერის ადგილას. და ეს გაპროტესტა ხალხმა და ამ ხალხის მიმართ ეს ხალხი დაარბიეს ძალადობრივად. ადამიანები დაშავდნენ, რამდენიმემ დაკარგა თვალი. მოკლედ საშინელი ღამე იყო. მე იმ დროს უკრაინაში ვიყავი და ქალთა უფლებადამცველების ტრენინგს ვესწრებოდი და იქიდან ვადევნებდით ამ ინფორმაციას, ანუ ყველანი ამ ინფორმაციამ ამოგვაგდო, ვინც კი ვესწრებოდით ქართველები. და ყველას ერთი სული ქონდა თბილისში, როდის დავბრუნდებოდით, რომ სოლიდარობა გამოგვეხატა და ჩვენი აღშფოთება. საბოლოოდ გავრილოვი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. სხვათა შორის ძალიან ისეთი დამთხევა იყო, რომ 2020 წელს ვაშინგტონში ერთ-ერთ გაცვლით პროგრამაზე როცა ვიყავი, შევხვდი ეგვიპტის ერთ-ერთ პარლამენტის ერთ-ერთ წევრს ქრისტიანული თემიდან, რომელიც იყო ასევე ამ დელეგაციის, ანუ გავრილოვის დელეგაციის წევრი. და მან თქვა, რომ ისინი სულ ყველა გაიყვანეს ქვეყნიდან, ანუ ყველას ევაკუაცია მოახდინეს თავის დროზე. სამწუხაროდ მსგავსი ამბები ჩვენს ქვეყანაში გაბევრდა. იყო მერე პოზნერი, ეხლა ძალიან მასობრივად ხდება რაღაცები, რასაც ვეღარც ვეწევით. მათ შორის მაგალითად ის, რომ Yandex ტაქსის აქვს ვალდებულება Yandex ზოგადად რუსეთში, რომ ითანამშრომლოს რუსეთის უშიშროებასთან, მიაწოდოს ნებისმიერი მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და შესაბამისად მათ აქვთ ინფორმაცია და წვდომა ჩვენს გადაადგილების მარშრუტებზე, გადახდებზე, საკრედიტო ბარათებზე, გარკვეულწილად ცხოვრების წესზე სადავდივართ, ვინც ამ აპლიკაციით სარგებლობთ ხო ტაქსის. და ესეთი რაღაც ვიფიქრე სხვათა შორის გამახსენდა, რომ რა თქმა უნდა საქართველოს რუკები და საქართველოს აღწერა რუსებმა დაიწყეს ჯერ კიდევ 1580-იან წლებში. პირველი იყო ესეთი 100 მეთაური დანილო რუსინი, რომელიც ჩამოვიდა და აღწერა. რაღაც კავკასიაში მოგზაურა და საქართველოს ნაწილსაც რა თქმა უნდა ასევე შეეხო და მოიარა, მაგრამ რა თქმა უნდა მოკლედ მე-16 საუკუნიდან დაწყებული მე-18-19 საუკუნის საქართველოს რუკები რუსეთს კი აქვს, მაგრამ ეხლა ვერ გავიგეთ ჩვენ მე მგონი მათ გაციფრულებაშიც ვეხმარებით. ერთ სიტყვით ძალიან მძიმე თარიღია და მე იმედი მაქვს, რომ და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი თავის დროზე აუცილებლად იზეიმებს დღეს, როგორც ყოველთვის ფილარმონიიდან პარლამენტამდე იქნება მარში 7 საათზე, სადაც მისვლას და შეერთებას ყველას მოგწოდებთ. შეერთებისკენ.